მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ, რას გეტყოდათ ახლა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ვისთვის არის გაშლა? საკმაოდ ძლიერი ქალბატონი, რაღაც არ არის გამორიცხული, შეიძლება ბუნებრივი ძალა გაქვთ და იცავთ საკუთარ თავს, ან რაღაც ენერგიები გიცავთ, დაცვის ქვეშ ხართ. თქვენ ამას გრძნობთ, რა თქმა უნდა, და ასევე თითქოს ყოველთვის უნდა იყოთ გამარჯვებული, ან ყოველთვის რაღაცა უნდა გამოგივიდეთ დაწყებული, ჩაფიქრებული საქმე. აი ეს არის წინა სიტყვაობა, ვინც ამ პოზიციაზე ხართ, ესე თქვენთვის არის გაშლა და ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული რას გეტყოდათ. მამაკაცებმა თქვენ თავზე გადაიტანეთ. ესე იგი, ეს ადამიანი თან გემშვიდობებად კარგად იყავით, თან შეიძლება თავის პრობლემებს ემშვიდობება, რაღაცა ესეთი მომენტი აქვს და თან თქვენთან მოდის. ესე იგი, არ გაგიკვირდეთ, დღეს წავიდეს, ხვალ მოვიდეს. ეს ხასიათი, სხვათა შორის სიმკაცრე ხასიათი თუ კი ქონდა ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში, კაცრი დამოკიდებულება. კიდე მე მგონი წინა სიტყვაზე ვსაუბრობ, ხო? ეს ყველაფერი თითქოს გაუქარწყლდა და სულ სხვა პოზიციაზე არის აქ პიროვნება გადასული. მე ესე გამოვიდა ქალბატონიც დავახასიათე ახლა და მამაკაციც. ის დავუშვათ, თუ კი ისეთ ხასიათს ამჟღავნებდა, რომ ეს აი ზუსტად ასე დღეს ერთი ხასიათის იყო, ხვალ მეორე ხასიათის, ზუსტად აი მაგას ასრულებს ეს ადამიანი და უკვე ფაქტიურად დაასრულა და თქვენ წარმოიდგინეთ, სულ სხვა პიროვნებას თქვენ იხილავთ ძალიან მალე ამ ადამიანში. ეს ადამიანი ზუსტად თითქოს მაგას მიგანიშნებდა და ან მიგანიშნებთ, რომ იცი რა, მე მჭირდებოდა ეს საქმის რაღაცა მოგვარება, ან ამ ენერგიებიდან გამოსვლა, ვისთან როგორ არის იმის მიხედვით, ხო? და შესაბამისად, აი როგორ არის, მე დავასტაბილურე ეს ყველაფერი, მოვაგვარე, უკვე საკუთარი თავის დაცვაც შემიძლია და აქედან გამომდინარე უკვე რაღაცა გადაწყვეტილება შემიძლია მივიღო. ფაქტიურად ამ ადამიანმა რაც უნდოდა, აი ეს ყველაფერი მიიღო. სხვათა შორის მე ვიტყოდი, რომ აქ პირდაპირ მიფიქსირდება ის, რომ ისე ოჯახში ცოტა ისე არის რაღაც თავისებური თემა არის, თავისებური პირადთან დაკავშირებით რაღაც ხდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში ძალიან როგორ არის, იცით, აი მისი გეგმის შესახებ მე ასე მგონია, რომ გაცნობთ, აქ აღარ დავიწყებ ბევრ ძებნას კი ბატონო, რომ აი ზუსტად სტაბილურ ურთიერთობაში იყოს, აქ შვილებზე ფიქრობს ეს ადამიანი, შვილებზე ოცნებობს, ოჯახზე ოცნებობს. ნუ რა ვიცი, ახლა მოდი გამოულოცოთ, ახლა ამას დროიანად, დროულად თვალი არ ეცეს, ვიღაც არის, ხო? იმიტომ რომ ესეთი დაფიქსირები ახლა კარგი ხანია მართლა.
აი ზუსტად ამას გეტყოდათ, რომ მე ჩემი გეგმა, ჩემი სამომავლო გეგმა ნახეთ რა არის მინდა დაოჯახება, შვილები, მე მივიღე. იცით რა, თქვენ თუ ეხმარებოდით ამ ადამიანს, მაშინ ზუსტად ის იქნება, რომ მივიღე მე ის რაც მინდოდა და ეხლა მომდევნო ეტაპი ეს არის. მე რა მაინტერესებს, თქვენ გიკავშირდებათ ეს ოჯახი, სამომავლო გეგმა თუ სხვა ყავს, ასე რომ ვთქვათ, თქვენ რეზერვი იყავით და სხვა ყავთ გეგმაში. ვის უკავშირდება? კარგი, მოდი ვნახოთ ორი ვარიანტი. თქვენ გიკავშირდებათ ეს ბედის თემა? ესე იგი, არც თქვენ გიკავშირდებათ, მაგრამ აქ რო ვთქვა, რომ ვინმე აქტიურ ფაზაში არის და რაღაცა რეალური არის ვინმე, ესედაც არ არის. ესე იგი, ესე გამოვიდა, ნახე, მე ჩამოვყალიბდი, ჩემი საქმე გავაკეთე, ეს ხო ვთქვი რა უნდა შეგველოთ სამეთქი. ისე დავიწყე საუბარი და მომენტალურად შევცვალე, რომ ჩავკითხე, ხო? და შემელოცა და იქნება უფრო კარგი ინფორმაცია მოსული. ხო, ჩემი საქმე გავაკეთე, თუნდაც თქვენ თუ დაეხმარეთ, ეს ყველაფერი მე მივიღე და შესაბამისად ეხლა მე მინდა დაოჯახება, მე მინდა ეს და ასე შემდეგ. თქვენთან მიმართებაში არ არის ეს ფიქრი, მოდი პირდაპირ გეტყვი. ძალიან თავშეკავებულად არის და სხვადასხვის ახლა თქვენ გიგაცრდებათ ეთყობათ ხასიათი, ხო? სხვადასხვის მე აქ ქალბატონი თქვენ პირადად გადაღლილი მიფიქსირდებით, იცით? არც მგონია აქ მე რომ სურვილი კონდეს ამ ქალბატონს როგორ არის, იცი? რომ მანდა მაინც ეხლა თუ არ გინდა ერთი შენჯგუაც რომ ასე უფრო მიფიქსირდება აქ ქალბატონი. იმიტომ გადავიღალე და რაღაცა და ესეთ ვარიანტში, თუმცა ეს ქალი, მოდი მანახე გიშ როგორი ტიპაჟი ხარ, თქვენ როგორ არის, იცით? შეგიძლიათ შურიც რო იძიოთ, ან გზები შეუცვალოთ, ან რაღაცა ამას ესე თავგზა აუგნიოთ, ეს შეგიძლიათ, მაგრამ როგორ პოზიციას დაიკავებს ეს ქალი, მე მაინტერესებს. იცით რა არის, არ გესიამოვნებათ, მაგრამ დაელოდებით, მოდი შედეგებს რა იქნება, ხო? კარგი, მიდი გაკონტროშდი ერთი კიდევ და ნახოთ რა იქნება. ესეთ პოზიციაზე, ანუ შურისმაძიებელი ქალი ეს ყველაფერი შეგიძლიათ, მაგრამ ამას არ აკეთებთ თქვენ. ესე იგი, ძალიან დასტოინი ქალი გყავს ჩვენ აქ ხაზზე, ძლიერი. და თან დასტოინი, ხო, ესე ადვილად არც ავარდება, არც წამოეგება და არც გადაირევა კიდე. ანუ თავისუფლად შეგიძლიათ რომ გავუშვათ დიხას მარილზე. რაც შეეხება სხვასთან მიმართებაში, როგორ არის, იცი ეს ადამიანი შეიძლება ვიღაცას წარსულიდან ფიქრობს, ან იმას ფიქრობს ვიღაცა გამოჩნდება, მანახე გამოჩნდება საწალის საცოდავ დღეზე დაბადებულის ცხოვრებაში, ალქაჯი გამოჩნდება კი. მეც არც იმსახურებს. ხო. მანახე. რომელი ქალი ხარ ქალოშე რა? გითხარით, ჯადოქარ. ესე იგი, ამ საცოდავის ცხოვრებაში რაღაც ილუზიებში ხომ არის და ვიღაცას ისეც დაუკავშირებს ეს ბედს, რომ ნახეთ როგორ არის, კი მარტო ხელა ქალია, მაგრამ ეს არის ან ეს უთორიკოსი, ან მართლა ალქაჯი, ან რა ვიცი რა ჭირს მოკლედ რაღაცა ჭირს. ესეთი ქალბატონი და ამასთან ბედნიერი იქნები. აქ არ არის გამორიცხული ეს ქალი ბედნაცვალი იყოს. ანუ ურთიერთობა ბედნიერი იქნები. ვერ ვიტყვი რომ მთლად ბედნიერი იქნება. ალბათ უფრო სწორად არ გაიტეხავს იხტიბარს, იმიტომ რომ აქ არის მაინც რაღაც ნახეთ თანაშეწყობა თუ რაღაცა როგორ არის ერთმან, ხომ მივხვდით რაღაც არ არის მთლად ბოლომდე, იმიტომ რომ ეს იქნება მთლად არა.
იქნება პრობლემები, ანუ მთლად ესე დალაგებულად არა, შეიძლება გაღრა, შეიძლება შეერთება, რაც ხლაფორთი და ბუდიალი დაფართხარი. თქვენ რას გეტყოდათ, მოდი კიდევ თქვათ. მე ერთ რაღაცას გეტყვით, ეს არის დროის ქურდი. თქვენი ენერგიის ქურდი. ბედის ქურდი. ნახეთ, ამ შემთხვევაში როგორ დაპირდაპირ ესე დამიფიქსირდა, ეს არის ქურდი. პირდაპირ გაგებით თუ არ არის ასე ჩემოკარგებო, მაშინ როგორ არის, იცით, აი როგორც ჩამომთვალე. ეს ადამიანი მაინტერესებს გბლოკავთ რეალურად თუ რას საკეთებს, გვარავთ რა, გბლოკავთ თუ გვარავთ. ხო, კარმული იყო. დროის ქურდი შეიძლება არაფერი მოგყაროთ, მოდი ასე ვიტყოდი, ამასაც ვიტყოდი. შეიძლება რაღაც მოგყაროთ აქ მრგვალი. რა ვიცი, სამაჯური, ბეჭედი, რაღაცა მრგვალი. კიდე რა შეიძლება ესეთი რაღაცა. იცით რა არის, ეს ასრულებს ესე გამოვიდა თქვენთან გარკვეულ ურთიერთობას და ეს კარმული თემა ასრულდება, ну თქვენ არჩებით მაინც ისეთ პოზიციაზე რაღაცა და გამოვიდა თქვენი ენერგია, რესურსი, ეს ყველაფერი მიიღო და მიითვისა და რაღაცა. ამასთან რომც გააგრძელოთ თქვენ ურთიერთობა, ესე დაფიქსირდა, ნახეთ. რას გეტყოდათ, რა ვიცი, რა უნდა გითხრა, სამად უკვე მეტი. ან რა აზრი აქვს ამის ნათქვამს აწერამეს. ხო. თქვენთან ურთიერთობა მას არ უნდა. ხო, უნდა როგორი, ძალიან მეგობრული და რაღაცა, ну, გასაგებია. გასართობი ქალბატონს ეძებს თქვენში. ეხლა ძალიან უკაცრავად, იმიტომ რომ მგონი მართლა ძალიან პირდაპირ გამომივიდა და სხვათა შორის პირად გაშლებში რამდენჯერმე უკვე ესეთი რაღაც აღმოჩნდა, რომ ვეუბნები ადამიანს, რომ ეს მამაკაცი რაღაცა და იმდენად აჭრილი არის ადამიანი, არის ხანდახან რომ პირდაპირ კონკრეტულად ვეუბნები ადამიანს, რომ არა ესე და ეს არის ასე, ცოლი ყავს, ქალი ყავს თუ ფული უნდა თუ რა უნდა შენთან, მაგრამ არის ხალხნო ხანდახან სიტუაცია ზოგიერთებთან, ესე რომ ვთქვათ, ვიხევ უკან და ვჩუმდები რაღაცის გამო. პირად კონსულტაციაზე რომ მოდის ადამიანი. მყავდა რამდენიმე სხვათა შორის იშვიათად, მაგრამ მაინც ეხლაც იყო. ისე აკრულ-ჩაკრულად უთხარი, რომ აი ამ მამაკაც მეთქი ფინანსური. მაგას ფინანსები აქვს, ის აქვს, ეს ყველაფერი აქვს, ჩემი რა უნდა. და უკვე ამ დროს გავჩერდი, უბრალოდ საჭირო იყო, რომ გავჩერებულიყავი, ესე დავინახე და დიახ, მე ვთხარი უბრალოდ ისე მაინც თუ მოგთხოვათ, მერე გაამახვილეთ ყურადღება და გახდებით რაღაცა ესე გადავიტანე ლაით პოზიციაში. იმიტომ რომ აზრი არ ქონდა მისთვის რაიმეს თქმას. სხვა. იცით რა არის? აი ესეთი ვარიანტი ძალიან დარწმუნებული მოდიხართ კონსულტაციაზე და რაღაცას რომ გეუბნებთ, არა, ისე არა, არა, ისე არა, არა, ისე არა. რა მე ვფიქრობ, რატომ მოვიდა? რა არა, ქალო. ეხლა არ ვუთხარი ერთს, მაგრამ ეხლა ესე ვიტყვი და ესე გაგიჟღერებთ, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ესეთის ნერვები, იმიტომ რომ ჩემთან ცდომილება გამორიცხულია. თუ ადამიანი მისმენს, თუ არ მისმენს, მაშინ კი ცდომილება იქნება. ვუთხარი ერთ ადამიანს, რომ ეხლა მეთქი, შენ გასუფთავ ეგ შენ ბედია თუ რაღაცა და მერე ეს ნაბიჯები გადადგი მაგ ადამიანთან დამოკიდებულებაში. ეს ბიჭს ვუთხარი. საჩუქარი რაღაცა ეს დაგჭირდა, უნდა გაეკეთებინა. წამოვიდა ამან და პირდაპირ საჩუქრებით გადაიწყო.
არ გამოუვიდა საქმე, ჩაეშალა ყველაფერი ამ გოგო ვაფშე მიალანძღა, მიაბლოკა. ბიჭო, გეუბნები ადამიანო, აქ შენ გჭირდება ჯერ ესენი გააკეთე და მერე გააკეთე ეს ნაბიჯი, მერე გადადგი. ხო და ასეთ მომენტებში მე ვერაფერს უკვე ხო, მაშინ გექნება შედეგი, ისე ვერ გპირდები მეთქი, ამას უნდა მოусმინო ხალხო, რა დროს როგორ გეუბნებით. ხო და თქვენთან კი არა, ჩემთანაც არა მაქვს ცდომილება. რამდენჯერ საკუთარ თავს არ დაუჯერე და გავშალე, ერთი იყო ესეთი მომენტი, ერთ ადამიანზე მითხრენ, რომ რაღაცა ცუდად არის, ესე გადავირიე, მე ვფიქრე რა ხდება და ჩემ თავზე გადავამოწმენო, რაღაცა დამაეჭვა და ბიჭო, სუფთა არის ეს ადამიანი ჩემთან, არაფერი ისე, იმიტომ რომ დაცვები ახალდაყენებული, რაღაცა წმენდები და ხომ იცით ამ ყველაფერს თავისი შედეგები რომ მოყვება და მაგრამ მეუბნებიან ესე, მერე გამოირკვა თურმე არასწორად მომიტანეს ენა და ის ადამიანი კი არა, მისი ახლობელი ვიღაცა ყოფილა ცუდად. ჩემთან საერთოდ არანაირ კავშირში. და მე რომ გადავამოწმე, ხო და მიფიქსირდა რომ სუფთა იყო. ჩემ თავს აი ვერ გავიგე მეთქი თან ესე ვთქვი, მეგობართან რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გავიგე. სუფთად მიფიქსირდება, აგერ მე ვთქვა რანაირად დაემთხვა, გადატრიალ და რაღაცა პრობლემების რანაირად, რა ვერანაირად თან გადავირიე, თან გავგიჟდი, მე თუ მიკავშირდება და მერე როცა გაირკვა უკვე რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი, მერე ვთქვი რომ აი ჩემ თავს რომ არ დაუჯერე, იმიტომ დამემართა ეს აფორიაქება მეთქი, ხო, აფორიაქდი რა თქმა უნდა. ასე რომ ცდომილება ჩემთან გამორიცხულია. იმედია ეს ინფორმაციები გამოგადგებათ ჩემო კარგებო. დაგემშვიდობებით, მე გისურვებ წარმატებებს დროებით.